ოცნების პროპაგანდის კრიზისი კიდევ ერთი ნაწილობრივი აღიარება და ბრალდება ისევ წინა ხელისუფლებას. კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასარბევად გამოყენებულ წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერება შეურიეს. თუმცა 2024 წელს მათ მიერვე გაცემულ ბრძანებაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს და ამბობს, რომ ხვნილები 2007 და 2009 წლებში შეიძინეს. კომელაურის გამართლებას კი იმით ცდილობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ქიმიკოსი არ არის და ნივთიერების შემადგენლობა ვერ ეწოდინებოდა. ოცნება გადაჭრით მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ კამიტი არ გამოყენებულა, თუმცა მეხუთე დღეა არ ამბობენ, რომელი ნაერთი შეურიეს წყალში. თავარის ინფორმაციით, მარნეულში $300 ქრთამის აღების გამო დაკავებული სკოლის დირექტორი დილარა დარგალი ოცნების მოქმედი დეპუტატის ზაურ დარგალის ახლო ნათესავია. სკოლის დირექტორი სუსმა დღეს დააკავა. ელდარ ლუკა კურტანიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ოცნების ყოფილი დეპუტატი udანაშაულ ოცნეს 3 ეპიზოდში, დამნაშავედ კი ყოფილ ცოლზე ძალადობაში. პატიმრობის ვადის ათვლა 27 ივლისიდან დაიწყება. მე ყველაფერს უარყოფ, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობისთვის, მათ კი ჩვენ მჭირდებით, რათა ეს მშვიდობა იყოს ძლიერი და მდგრადი. მაკრონი შპიგელის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის შინაარსს უარყოფს. გერმანული გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ამერიკას აკრიტიკებდა.